სადღესასწაულო პერიოდში საახალწლო ფილმების წარმოება მოგებიანი ვარიანტია, რადგან როგორც წესი ისინი საოჯახო ან საბავშვო ხასიათისაა და იმ სეგმენტზეა გათვლილი, რომლებიც ერთხელ ნანახ ფილმებს კიდევ არაერთხელ უბრუნდებიან. საახალწლო ფილმები ძირითადად ხასიათდება იმით, რომ ისინი მაყურებელს აძლევენ იმ განსაკუთრებულ სითბოს, რომელიც დაკავშირებულია ოჯახის, მეგობრების და სიყვარულის თემებთან, რის გამოც ისინი განსაკუთრებულ განწყობაზე გვაყენებენ და შესაბამისად არ გვბეზრდება. გასაგებია ისიც, რომ მსგავსი ფილმები, რომლებსაც ხშირად უყურებთ, საკმაოდ დიდ თანხებსაც გამოიმუშავებენ. დღეს სწორედ ასეთ საახალწლო შედევრებზე უნდა ვისაუბროთ, ანუ იმ საშობაო ფილმებზე, რომლებმაც ისტორიულად ყველაზე დიდი თანხები გამოიმუშავეს. მეხუთე ადგილი საშობაო ზღაპარი, $325 მილიონი. ეს არის ჩარლზ დიკენსის უკვდავი კლასიკის თანამედროვე ეკრანიზაცია. ფილმმა დაახლოებით $325 მილიონი მოაგროვა მიუხედავად საკმაოდ მაღალი $175 მილიონიანი ბიუჯეტისა. ჯიმ ქერის მონაწილეობამ და 3D ტექნოლოგიების გამოყენებამ პროექტს დამატებითი პოპულარობა მოუტანა. სკრუჯის ისტორია სინანულზე გამოსყიდვასა და მეორეს შანსზე ყოველ ეპოქაში აქტუალურია, რაც ფილმს არა მხოლოდ საშობაო, არამედ ზოგადად ჰუმანურ კინოდ აქცევს. მეოთხე ადგილი როგორ მოიპარა გრინჩმა შობა, $345 მილიონი. 1957 წელს საბავშვო მწერალმა თეოდორ სუსმა შექმნა შედევრი პერსონაჟ გრინჩის სახით, რომელიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და მწერლის გარდაცვალების შემდეგაც ბესტსელერია. 2000 წელს კი რონ ჰოვარდმა ამ მწვანე არსებასთან დაკავშირებით ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსი ჯიმ ქერი ასრულებს. გრინჩი არის ჰუმანოიდური მწვანე არსება, რომელსაც განზრახული აქვს ქალაქ ჰუვილის მოსახლეობა შობა მოპაროს, თუმცა ის გაიცნობს პატარა გოგო სინდი ლუს, რომელიც მას აუხსნის შობის ღამის რეალურ მნიშვნელობას და გრინჩის გულიც სამჯერ უფრო დიდი ზომის გახდება. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური საშობაო ფენტეზი, რომელიც გულგრილს არ ავისტოვებს. მესამე ადგილი მარტო სახლში 2, ნიუ-იორკში დაკარგული, $359 მილიონი. პირველი ფილმის მსგავსად მეორე ნაწილშიც ლეგენდარული კევინ მაკალისტერის ოჯახი და თავად კევინი სხვადასხვა თვითმფრინავში ჩასხდებიან და კვლავ დაიკარგებიან. ნიუ-იორკში ჩასულ კევინს ძველი ნაცნობები, ეგრეთ წოდებული სველი ბანდიტები დახვდებიან. ფილმი გააკრიტიკეს ზედმეტად ბრუტალური მახეების გამო, რადგან ბავშვისთვის წარმოუდგენელია მსგავსი ტიპის ხაფანგების დაგება, რასაც მსახიობ ჯო პეშის თავზე გამწრობაც კი მოჰყვა. ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში მაკალისტერი პლაზა სასტუმროში ბინავდება, რომელიც დონალდ ტრამპის საკუთრებაა და ამ ლოკაციაზე გადაღების სანაცვლოდ ტრამპმა რეჟისორს თხოვა კამეო როლი მიეცა, რაზეც კრის კოლუმბუსი დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ნაწილისგან განსხვავებით, სადაც მაკალაი კალკინმა $100,000 მიიღო, ამჯერად მისმა ჰონორარმა $4,5 მილიონი შეადგინა და პლუს 5% ფილმის შემოსავლიდან. მეორე ადგილი მარტო სახლში, $467 მილიონი. ალბათ უმრავლესობისთვის მარტო სახლშის პირველი ნაწილი პირდაპირ კავშირშია ახალ წელთან თავისი საშობაო განწყობისა და ზეკრეატიული სცენარიდან გამომდინარე. მარტო სახლში თავდაპირველად Warner Brothers-ის მიერ იწარმოებოდა, როდესაც კომპანია 20th Century Fox-ის დისტრიბუტორი გახდა, ფილმის ბიუჯეტი $14-დან $17 მილიონამდე გაიზარდა. გამოსვლისთანავე მხოლოდ ამერიკაში თითქმის 68 მილიონი ბილეთი გაიყიდა, რითაც კინო საბოლოო ჯამში თავისი შემოსავლებით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა როგორც ყველაზე შემოსავლიანი მოქმედებითი კომედია. თუმცა ეს რეკორდი 2011 წელს ჰენგოვერის მეორე ნაწილმა მოხსნა. ახლახან ფილმში გამოყენებული 826 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი აუქციონზე $5.25 მილიონ გაიყიდა და ამით მყიდველმა კინოს ისტორიიდან ერთ-ერთი ლეგენდარული ლოტი მიიღო. პირველი ადგილი გრინჩი, $529 მილიონი. სიაში მეორედ ვხვდებით გრინჩის პერსონაჟს, უბრალოდ ამჯერად მულტიპლიკაციური სახით. 2013 წელს ერთ-ერთმა წარმატებულმა კინოკომპანია Illumination-მა ფილმის პოპულარობიდან გამომდინარე გადაწყვიტა 3D მულტფილმი შეექმნა. კომპანიამ ნაწარმოების რეკლამისთვის $80 მილიონი დახარჯა და მის ტრეილერს ხვდებოდით სხვადასხვა ღონისძიებებზე. სოფლიო მასშტაბით მისი პრომოუშენი $121 მილიონი დაჯდა, ამან კი შედეგი გამოიღო, რადგან მულტფილმი 2018 წელს შემოსავლებით მხოლოდ იურული სამყაროს ფილმს ჩამორჩა. შეიძლება ითქვას, რომ გრინჩის გაცოცხლებულმა ისტორიამ ბავშვების სულახალ თაობას ხელახლა გააცნო ეს განსაკუთრებული პერსონაჟი. ამასთან გარდა კინოგაქირავებისა გრინჩი უზარმაზარ კომერციულ ბრენდად გადაიქცა. სათამაშოები, ტანსაცმელი, საახალწლო დეკორაციები და რეკლამები ფილმის შემოსავლებს დღემდე მნიშვნელოვნად ზრდის.